საღამომშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო 2026 წელია. დაიწყო, ასე ვთქვათ, სახელოვნებო ციებ-ცხელება და ვინ თუ არა ყველაზე მთავარი ბავშვები დაიწყებენ აი ამ დიდ ორომ ტრიალს და აურზაურს, რომელიც ძალიან უხდება ქართული ხელოვნების იმ მიმდინარეობას, რომელსაც ბავშვები ქმნიან ერთ სწორ ხაზად. დღეს მე სტუდია ლურჯა ცხენებში მოვედი. ვაღიარებ ჩემი სამეგობროა, მათი ხელმძღვანელობა, ყველა სათითაოდ მოკითხვა, ჩემი დიდი პატივისცემა, იმიტომ რომ ეს ის ხალხია, ვისაც მართლა ღირსეული თაობის გაზრდა და აღზრდა შეუძლია. სხვა შორის ამ ადამიანებს ყოველთვის ინოვაციური რაღაცები ახასიათებთ და იცით რა მომწონს მათში? მშობლებსაც და ბავშვებსაც ისე უდგებიან როგორც პედაგოგები, რომ ყველაფერი საბოლოო ჯამში გამოდის 10-იანზე. ეს ბევრჯერ გამოჩნდა მათი მუშაობის პერიოდში და გამახსენდა ახლა რამდენჯერმე მეგას დაჯილდოების ცერემონიაზე მათ ბევრი ღირსეული ჯილდოც აქვთ მიღებული. ლურჯა ცხენები აი ამ ლამაზ შენობაში იმყოფება ძალიან ბევრი წელია და დღეს რატომ მოვედით, იცით აქ? ახალი იდეები აწუხებთ. ახლა თამუნა მებუკე მელოდება. მე პირობას გაძლევთ რომ ქალბატონ ულამაზეს, აი არ ვიცი, უკეთილშობილეს და ალბათ ეს ქალბატონი არის ერთ-ერთი საუკეთესო კომპოზიტორი იმ კომპოზიტორთა შორის, ვისაც შეუძლია ბავშვებთან ურთიერთობა, ვისაც შეუძლია ურთიერთობა დააფუძნოს სიყვარულზე, სიკეთეზე და სილამაზეზე. ნანა ბალახაშვილზე მაქვს საუბარი ლურჯა ცხენების ხელმძღვანელზე. მაგრამ ის ევროპაში, ესპანეთში და იქიდან მომიწევს მისი ჩართვა. ახლა აქ კი პედაგოგებთან ერთად თავად თამუნა მებუკე მელოდება და რაღაც ახალი იდეები უნდა გამიზიაროს. თქვენთან ერთად მოусმენ, ვიცი რომ რაღაც კარგს ამზადებენ. და თუ რას? წამოერთად ნახოთ. ესეთი ძალიან მყუდრო და ლამაზი გარემო აქვს ბავშვებს შექმნილი ლურჯა ცხენების სტუდიაში და სხვა შორის ჩემი მაყურებელი ბევრჯერ არის ნამყოფი აქ. აი ამ ღონისძიებათა დარბაზში უამრავი საინტერესო რამ ჩატარებულა და ახლა ნახე ყვაშალის ხმა მესმის, ისიც მზად არის იმისთვის, რომ ბავშვებს მისცეს ის, რაც ყველაზე მეტად გამოზდის ამ ადამიანს მთელი ცხოვრება. სიყვარული, სიკეთე და სილამაზე. წამო, შევიდეთ და დავესწროთ ღონისძიებას. თან ჩვენებურად პირდაპირ მუშაობის პერიოდში ვიკითხოთ ის, რაც გვაინტერესებს. მართლა გულით მინდა ვიცოდე, რას აპირებს ამჯერად თამუნა მებუკე. ესეც ასე შემოვედით აბედნიერება რომ კარიდან და არა ფანჯრიდან და აი ამ ადამიანს ხედავ ეხა ვინც წეგან ვახსენე თამუნა მებუკეა ეს ადამიანი ეს კი იცით ვინც არის ამას ჯერ არ დაველაპარაკები საერთოდ და აი ეს არის ის ქალბატონი ჩემი ლამაზი თამუნა მებუკე ვიზეც გესაუბრებოდი და სანამ ბავშვები რეპეტიციით არიან დაკავებული თამუნა უნდა შეგაწუხო ეხა მე ჩაგერთე პირდაპირ შოუმუშაობის პროცესში და ნახე ხელი მიკროფონისკენ მიუწევს მე კი არ მაცდის ეს ჩემია თამუნა რაღაცა ახალი ხდება და რაღაცა ძალიან გრანდიოზულისთვის ემზადებით ვიცი და მე არ მინდა რომ არც მაყურებელი მოვატყო იმიტომ რომ შენი პირიდან მინდა გავიგოს რა ხდება რას გვიმზადებ ბესო ძალიან დიდი მადლობა მიამაყება რომ ბესო ჩუბინიძე ჩემი მეგობარია და სტუდია ლურჯა ცხენების შემოქმედებითი პარტნიორია. ნამდვილად ახალი ხდება ჩვენ სტუდიაში. ჩვენ ვამზადებთ გრანდიოზულ პროექტს, მიუზიკლებს ვიღებთ და ცნობილი მომღერლები და რეჟისორი იღებენ მონაწილეობას. ერთ-ერთი ჩვენი ლეგენდა ბატონი ნუგზარ ყვაშალია ბუს როლში. ეხა მიმდინარეობს რომელი მუსიკზია საუბარი ჩვენ ვართ ეხა რეპეტიცია ჭიქთა ქორწილის ბავშვები იღებენ მონაწილეობას და ეხა მღერიან ცოცხლად სარეპეტიციო რეჟიმში გვესტუმრა ბესო ძალიან დიდი მადლობა ყოველთვის მხარდაჭერისთვის ნამდვილად მიამაყება კიდე ერთხელ ვიტყვი და სტუდია რო წარმატებული არის ჩვენი დამფუძნებლის ქალბატონ ნანა ბალახაშვილის დამსახურება რომელიც იმყოფება ბარსელონაში ოფიციალური მიწვევით ჩვენ გავხსენით ორი ფილიალი უკვე ესპანეთში და ჩვენ გვინდა რომ ნანა ვასახელოთ და მიუზიკლების ფარგლებში
ჩავიდეთ ბარსელონაში და ჩავიტანოთ და ნამდვილად ეს ორი ფილიალი საქართველოს და ბარსელონა გაერთიანდნენ და საინტერესო რაღაცები გველოდება ბესო თუ კიდე გამოგვიული ხოლმე იცი რა თამუნა გამოგივლი აუცილებლად და მე ხა თან მონოლოგის რეჟიმში არა ჩაგეკითხები რა როგორც ითქვა ასეთ რამეს მე ვერ ვიხსენებ საბავშვო სტუდიების რომ რაღაცა მუსიკები არა ეს არის ნამდვილად გამოწვევა არის და კიდე ერთხელ ვიტყვი რომ არაჩვეულებრივი პედაგოგები კი, რთულ რაღაცას მოვკიდე ხელი. მაგრამ ამა ხელი მოკიდოს რამეს და ის არ გამოვიდეს, ეგეთი რამე მეჯერ არ მინდა. მაგრამ აქვს გუნდურად მუშაობის იმედი, მყავს არაჩვეულებრივი პედაგოგები, რომლებიც ნამდვილად თავდაუზოგავად შრომობენ და ყველაფერს აკეთებენ, რომ სტუდია წარმატებული იყოს და მყავს შემოქმედებითი პარტნიორები, ბესო ჩუბინიძე, ნუგზარ, გვაშალი და აბარისი მეშინია. მოდი ერთი ნუგზარს ეხა დაკავებულია ბავშვების მოსმენით და მაგრამ მაინც ვკითხავ, ნუგო ბოდის გიხდი ხა შენ ბავშვების მოსმენით ხარ დაკავებული, მაგრამ რაღაცა გრანდიოზული იგეგმება, როგორც მე ვიხდი და მუსიკია, რომელიც ჩხივთა ქორწილის თემაშია, რა ხდება? იცი რა, ჩხივთა ქორწილი არის ლეგენდარული მუსიკა. ეს უკვე ბევრჯერ ითქვა და კიდევ ვიტყვი რომ ყველა სტუდიამ, ბავშვების ყველა სტუდიამ უნდა გააკეთოს ეს მუსიკა, რომ აი ეს სიმღერები, ეს მელოდიები უნდა ჩაუჯდეს ბავშვს და კონდეს, იმიტომ რომ ეს იქნება სულ ყოველთვის, ისეთ ზაქარა, კეთევანი, სიყვარულის თემა, ყვავიც კი იმ მელოდიებით, რაც შექმნა ალექსანდრე ბასილაიამ, ყოველთვის რა ვიცი, აბა ეს მუსიკა იცოცხლებს 1000 წელს ალბათ. და ეს ბავშვების დაინტერესდა, რა თქმა უნდა, ლურჯაცხენებით, ჩემი უსაყვარლესი სტუდია დაინტერესდა იმაში, რომ ეს მუსიკა გაეკეთებინა და მეც დავუდგები გვერდში ყველანაირად მივეხმარები და მეც შევასრულებ ჩემი ეგ არის ყველაზე საინტერესო, ისევ ბუხარ რა. 40 წლის მერე მაგრამ ვიქნები ცოცხალი მე სულ ვიქნები. კარგი. მოკლედ ძვირფას ტელემოყურებლებო, აი ახლა რასაც თქვენ უყურებთ და ამის შემდეგ რასაც ნახავთ, სწორედ ის არის, რაც გველოდება ალბათ რაღაცა ზაფხულის დასაწყისისთვის. ამას მე გავიგებთ ინტერმას პედაგოგებსაც გავესაუბრებით და რეალურად ზაფხულის პერიოდში დიდი ამბის მომსწრენი გავხდებით და რაოდენ სასიხარულო რომ ამ ყველაფერს ის თაობა აგრძელებს ლურჯაცხენების თაობა რო ქვია აი ამ ადამიანების და იმ დიდი ადამიანების წლების ბევრი ათეული წლის წინ დაწყებულ გრანდიოზულ პროექტსაც ვერ დავარქმევ, ლეგენდაა ფაქტიურად და ინახე ესეთი ლამაზი გოგო ბიჭები გააგრძელებენ ამბავს სახელად რა ვიცი მე სახელი არ ვიცი რა ერქმევა პროექტს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ბევრი მუსიკალი იქნება. 7 მუსიკალი იქნება. ეხლა გვაქვს რეპეტიცია ჩხიკვთა ქორწილის. პედაგოგი ია კენკებაშვილი აგრეთვე ყველამ ერთად ვიმღეროთ. 7 მუსიკალი. აი მოდი დავარქვათ პირდაპირ 7 მუსიკალი. 7 მუსიკალი. ხო არის 7 ჯუჯა და იყოს 7 მუსიკალი. აი ხა მინდა რომ იამ თქვას თავის აუცილებლად მოდი იასაც ანუ ეს ინდივიდუალურად ყველა არჩევანი გაქვს მოგესალმებით, მე გახლავ ვარ სტუდია ლურჯაცხენების პედაგოგი იაკენკებაშვილი, წლებია თანამშრომლობ ამ სტუდიასთან. მე შემხვდა წილად ბედნიერება და ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ვფიქრობ, რომ უნდა შევეხო აი ამ მართლა გრანდიოზულ საქმეს, რასაც ქვია ჩხიკვთა ქორწილის დადგმა. მეორე მუსიკალი იქნება ჩვენი უსაყვარლესი ქალბატონ ნანა ბალახაშვილის სიმღერების კრებულია, ასე ვთქვათ, როგორც შემოქმედებითი საღამო, ასევე როგორც მუსიკლის სახით სიუჟეტად აეწყობა ეს სიმღერები და ვფიქრობ, შრომას არ დავიშურებ. პირდაპირ მითხარ, აი ამ კაცთან დიდი თავი რო აქვს, რთულია თანამშრომლობა? არაჩვეულებრივი ყოფილა, ძალიან არაჩვეულებრივი ყოფილა, არაჩვეულებრივი ძალიან გამგები. ამათ არ ვასვენებ და ღამის 2 საათამდე ჩვენი სამეგობრო პედაგოგების ჩატი გვაქვს და ანუ დირექტორი გავედით მომსახურეობის ზონიდან გვეძინება, მაგრამ რაღაცა იმდენად აი ამ მუშაობის შედეგს ვნახავთ ჩვენ ზაფხულში 30 ივნისს 30 რესპონდენტები რომ ყავდეს, აკე, ნახეთ როგორ მეფერება ხელზე, თან მიკროფონი უჭირავს და მეხმარება და სინამდვილეში მეფერება. მიკროფონის დაჭერაში კი არ მეხმარება. ჩემი მეგობარი და ძმაკაცი, ახლა ჩვენი კიდე პედაგოგი. გინდა მომისვენე, მოჩათე, მოგდე ხელი? მე დამითმია შენთვის გზა, როგორ ჟურნალისტი ისედაც ივარდებ. აბა მიდი.
აი ახლა მინდა წარგიდგინოთ ჩვენი ანსამბლის ხელმძღვანელი, უნიჭიერესი, უსაყვარლესი და წარმატებული ბესო ხარ მაგალითად პედაგოგი მუსიკის, მე ვიქნები ჟურნალისტიკის პედაგოგი. მიკროფონი ცოტა ვიღო ინტერვიუ. მიკროფონი ცოტა ქვევით, თავი ცოტა ზევით და აი ახლა აბა ახლა ქალბატონი თამუნა მაინტერესებს თქვენი თავი წარადგინე. თამარ კევლიშვილი, სტუდია ლურჯაცხენების გუნდების ხელმძღვანელი. ესე იგი, თამუნამ რომ დამირეკა პირველად და გითხრა რომ აი ქონდა ესეთი იდეა გაეკეთებინა ეს არაჩვეულებრივი მუსიკლები, ძალიან გამეხარდა, იმიტომ რომ ჯერ ერთი ბავშვები გაიცნობენ აი ამდენ საინტერესო მუსიკას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. შემდეგ ჩემი ჯგუფი ვაკეთებთ ვერის უბნის მელოდიებს და აი ეს კიდევ ორმაგი პასუხისმგებლობა, დიახ. თან არ ვიცი ხა რატომ, მაგრამ დაემთხვა იმას, რომ წელს არის გოგი ცაბაძის 100 წლის იუბილე და ეს რაღაც ორმაგი პასუხისმგებლობაა და ორმაგი სიხარულის ამასთან ერთად შევეცდებით მე და ბავშვები მაქსიმალურად ჩავერთოთ ამ ყველაფერში და დავდოთ შედეგი. აი ლეგენდარული მელოდიების ფონზე აი როგორ არ მინდა რომ შევაწყვეტინო ეხა ნახე მე თქვენთან ერთად ვტკბები, მაგრამ მაინც უნდა შეგაწყვეტინოთ ჩემო ძვირფასო. საღამოშუდობისა. მე რაც გავიგე ხა ინფორმაცია და რაც ავკრიფე, ის შემთხვევით არ არის საკმარისი. უფრო მეტი მინდა გავიგო, რაღაცა გრანდიოზული მზადება საფხულისთვის, რაღაცა დიდი, თქვი წერან რომ ვერ ვიხსენებ მე მსგავს რაღაცებს რომ მომხდარა საბავშვო სტუდიებთან მიმართებაში. თქვენი როლი მითხარით ამ ყველაფერში და რა მოლოდინები გაქვთ, როცა ბავშვებს ამეცადინებთ და უყურებთ, აი როგორ მოყვებიან ეს ადამიანები ამ ყველაფერში. პირველ რიგში დიდი მადლობა ამ იდეის ავტორს, ჩვენს არაჩვეულებრივ კრეატიულ დირექტორს ქალბატონ თამუნას, რომ გვაძლევს საშუალებას პედაგოგებსაც და მოსწავლეებსაც გამოვავლინოთ ჩვენი შესაძლებლობები მაქსიმალურად და ველოდება წინ 7 მიუზიკლი და დარწმუნებული ვარ რომ კარგად გაართმევენ თავს. აი ამჯერ ამ ეტაპზე როგორ მოყვებია მონდომებულები არიან, მოტივირებულები არიან, ემზადებიან მაქსიმალურად. ეხლა მაინტერესებს თქვენ რას მეტყვით, აი ამ კითხვაზე პასუხი მაინტერესებს. ახალ თაობასთან მუშაობა არავინ თქვას რომ ადვილია. ხო, რთულია, მაგრამ აი რა სირთულეებს აქვს უფრო ადგილი ბავშვებთან ურთიერთობის? უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ლურჯაცხენებში იწყება ახალი პროექტი, რომლის სულის ჩამდგმელი არის ჩვენი უსაყვარლესი დირექტორი თამუნა მებუკე, უსაყვარლესი ადამიანი და დიდ მადლობას უხდი, რომ მოგცა საშუალება განვახორციელოთ ეს პროექტი ბავშვებთან ერთად. რო ვთქვა ეხა ბავშვებთან მე არანაირ სირთულეს არ წარმოადგენენ ბავშვები. ძალიან კარგად მოყვებით. საოცრად მონდომებულები არიან ბავშვები და ერთად ვაკეთებთ ამ საქმეს. რასაკვირველია. ვუსწორებთ და ყველაფერი კარგად მიდის ჩვენ სტუდიაში. დარწმუნებული ვარ ამაში მე, იმიტომ რომ როგორც წეგან გითხარით, მათი შრომის ნაყოფი ბევრჯერ მინახავს მეც, მაყურებელსაც და საქართველოს ხელოვნების და კულტურის აკადემიური დაჯილდოების მეგას ცერემონიაზეც ძალიან ხშირად დაუმტკიცებია ლურჯაცხენების აღსაზრდელებს ეს ყველაფერი. ამ ბავშვებისგან რამდენი გამოვა მომღერალი, არ ვიცი. შეიძლება მომავალი კოსმონავტები არიან, მაგრამ კარგი ადამიანები რომ გაიზრდებიან, აქ ლურჯაცხენების ფორმატში ეს ზუსტად ვიცი. ამიტომ მინდა რომ თქვენს იცოდეთ ამ ბავშვების სახელი და გვარები. ნუ მე რა თქმა უნდა თავისთავად და ნახეთ შეხედეთ რა ლამაზები არიან ერთმანეთზე უკეთესები. აი მას ნამდვილად არ უყვარს კამერაში გამოჩენა, სულ იქით იყურება, მაგრამ მაინც ვკითხავ სახელს და გვარს და მოდი დავიწყოთ აი მულამაზეს გოგი. შენი სახელი და გვარი მითხარი? ელენა კაულაშვილი. რამდენი წლის ხარ? 11. და რამდენი ხანია დადიხარ? 3-4 წელი. გასაგებია. აბა ეხა შენი სახელი და გვარი მითხარი. ნატალი თურმანიძე. შენ რამდენი წლის ხარ? 9 წლის. 9 წლის. შენ დიდი ხანია? ხარ? მაინც 1 წელი. დიდი ხანი ყოფილი ხარ მაშინ. შენი სახელი გვარი? ლილე კაცჭაძე. საკი? 9. 9 წლის ხარ შენ. შენ რამდენი ხანია აქ ხარ? დიდი ხანი. კაი ხანი. რა კონკრეტული პასუხი იყო. შენი სახელი გვარი? ტაისია ზაუტაშვილი.
რამდენი წლის ხარ? 9-ის. 9-ის. შენც ასევე დიდი ხნის მოსწავლე ხარ? 2 წელია. 2 წელი ცოტა არ არის. აბა შენი სახელი და გვარი? მარიამ ცინცაძე. შენ რამდენი წლის ხარ? 13-ის. 13. შენ ალბათ 1 წელი. 4 წელი. 4 წელი. ფაქტიურად აქ გაიზარდე რა. ძალიან კარგი. აბა შენი სახელი და გვარი მითხარ. ნია გვასალია. ასაკი? 9. 9 წლის. შენ ახალი ხარ? 6 წელია რაც დავდივარ. შენ ყველაზე ძველი ყოფილი ხარ, კაცო. აბა შენი სახელი და გვარი. ინა ინაშვილი. ასაკი? 11 წლის ვარ და დავდივარ 7 თვე. 7 თვეა. და აი ამ ხელა პროექტში ჩაერთე უკვე და დიდი წარმატებები გელით იცოდეთ ყველას წინ. აბა შენი სახელი გვარი მითხარი? ლილე სახიაშვილი. ლილე? აუ რა მაგარია, ჩემს ძმისშვილსაც რო ლილე ქვია, იცი როგორ მიყვარს ეგ სახელი. შენ რამდენი წლის ხარ? 9-ის. 9-ის. აქ რამდენი ხანია ხარ ლურჯაცხენებში? რა ვიცი. ვაუ, 1 წელი, 2 წელი თუ 9 წელი აქ ხარ? 3 წელი. უკარნახეს იქიდან. აბა შენი სახელი? თამარ მილორავა. ასაკი? 9 წელი. ვაიმე 8 წელი. 8 წელი. 9 წელი ჯერ არ გამختარა. როდის გაგდაბადების დღე? 9 მაისს. ნუ ფაქტიურად შეგვიძლია ვთქვა, რომ 9 წლის მალე გახდები. კარგი, აბა შენი სახელი და გვარი? მარიამ ზარანდია. შენ რამდენი წლის ხარ? 10-ის. 10-ის ხარ. და აქ დიდი ხანია ხარ? 2 წელი. 2 წელი. აბა შენს წარმატება. აბა გადავედით ახლა აგერ. სამი ძმანი გურულები. ახ, ნახე, შენ რამდენი წლის ხარ? 9. სახელი გვარი? ანდრია როსტომაშვილი. ანდრია როსტომაშვილი. რამდენი ხანი აქ ხარ? მე სტუმრად მოვედი დედას შეხმარები, იმიტომ რომ ბიჭები ბევრი არ აყავს. და შენ გაქვს მონაცემი მუსიკალური? დავდივარ ერქვანში, სიმღერის ეს გუნდში. კარგია უკვე და ჩართული იქნები ამდენ ბავშვი ესე იგი. აბა შენიც მაშინ წარმატებები. აბა შენ მითხარი? გაბრიელ თიბილაშვილი 11 წლის 11 წლის. 4 წლიდან აქ დავდივარ. რამდენი შენ სტაჟიანი ყოფილიყარ კაცო ფაქტიურად, ხო? აბა ჩემი ხარება და გოგიას გოგიო, გენაცვალე რა კაცია, ნახე. აბა შენ მითხარი რამდენი წლის ხარ? 8 წლისა ვარ. სახელი და გვარი? გიორგი ვაჭარაძე. რამდენი ხანი აქ დადიხარ? 2 წელი. როგორი ბარიტონის ხმა აქვს? თქვენ რამდენი წლის ბრძანდებით ახალგაზრდა? რამდენი წელია ჩვენი ბიჭი ხარ? 2. რამდენია 2? მანახეთ იცებსება? აი სოლე, კარგი ბიჭი ხარ, კარგი. აი ესეთი ლამაზი ახსასდელები ყავთ ლურჯაცხენებში და მე ზოგადად ხუმრობა იქით იყოს, მაგრამ აი ესეთი თანჩართულობა ლეგენდარული ადამიანების და ადამიანების, რომლებსაც შეუძლიათ მისცენ თავისი წარსულიდან გამომდინარე გზა და ხაზი მომავალ თაობას გახდნენ ღირსეული მოქალაქეები. სოფლიოში ყველაზე ღირსეული სახელმწიფოს, რომელსაც საქართველო ქვია, არიან ეს ხალხი. მოდი ჩვენ ტელევიზიის სახელით, მაყურებლის სახელით, მადლობა გადაუხადოთ ლურჯაცხენებს და ცოტა ხანში თავად ქალბატონი ნანა ბალახაშვილი ჩავრთოთ ეთერში ესპანეთიდან. როგორც შეგვირდით, ნანა ბალახაშვილთან პირდაპირი ჩართვა მექნება ახლა საქართველოსდან იქ ესპანეთში. ცოტა გulis წვეტა მაქვს, რომ აი პირადად ვერ ხვდები და ვერ ვეფერებით ის ერთმანეთს, როგორც ეს წლების განმავლობაში ხდებოდა, მაგრამ რა ვქნათ, ესეთია ცხოვრება და ვერ გავექცევით რაღაცა მოვლენებს, ვერ გავექცევით რაღაც დეტალებს, თუმცა დაილოცოს ეს ინტერნეტის გამომგონებელი და WhatsApp-ის და კავშირის გამომგონებელი, რომელსაც ვიზუალი ქვია. აი უკვე ვხედავ ქალბატონ ნანა ხაზია და წარმოგიდგენთ სტუდია ლურჯაცხენების დამფუძნებელს, როგორც წეღან გითხარით საუბრის დასაწყისში, მართლა აი ყოველგვარი ქებადიდების გარეშე კომპოზიტორს, რომელსაც თამამად შეუძლია თქვას, რომ ის ზრდის და მან გაზარდა უკვე ისეთი თაობა ჩვენ რომ გვეამაყება და თავად ნანასაც რომ ეამაყება. მოკლედ ესეთი ცოტა ტექნიკურად უცნაური ინტერვიუ გამოგვდის ახლა შორს იქ სადღაც ესპანეთში, მაგრამ რას ვიზავთ? ჯერ გამარჯობა ნანა. როგორ გიკითხავ? მოგესალმებით. როგორ ახლა? ესო როგორ ხარ? კარგად ვარ. ცოტა უცნაური ჩართვა გვაქვს, ცოტა უცნაური ჩართვა გვაქვს, მაგრამ ახლა შენს დაფუძნებულ და შენ შექმნილ სტუდიაში ვიმყოფებით. ძალიან გრანდიოზული ამბავი მზადდება აქ, წეღან ბავშვებს ვესაუბრეთ, აქ პედაგოგებს ვესაუბრეთ და რაღაცა ზაფხულის დასაწყისში აქ დიდი ამბავი იქნება თბილისში. და მოდი შენ იქნებ ვერ გამოვტყუე ბოლომდე ინფორმაცია ვერც თამუნას და ვერც ერთ პედაგოგს და იქნებ შენ მაინც მითხრა რას გვიმზადებ ამჯერად და რა იქნება ის რაც შენ მორიგ წარმატებას ზუსტად ვიცი რომ გაზეიმებს. უხლა უკვე შორს სამწუხაროდ, მაგრამ მაინც. ყველას მოგესალმებით. ჩემს მეგობრებს.
ჩემს ახლობლებს, ჩემს გუნდს, შემოქმედებით გუნდს სახელად ლურჯაცხენები. ჩვენ გქონდათ ძალიან დიდი ხანი პროექტი, აი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა პროექტი, რომ ქართველებისათვის, ქართველ ემიგრანტებისათვის შეგვესწავლებინა ქართული სიმღერა, ამბანი და ის რაც ქართულ კულტურას უკავშირდება და ყველაფერი ქართული. იმიტომ რომ ამის საჭიროება იყო და თვითონაც გრძნობდნენ ამის აუცილებლობას. იყო ონლაინ სწავლება, მაგრამ ნაწილობრივ გაამართლა, ძალიან ბევრი ონლაინ პროექტი არსებობს ამასთან მიმართებაში, მაგრამ ის ვოკალის სიმღერის, ქართული სიმღერის სწავლა ონლაინ და მით უმეტეს პირადი ურთიერთობების გარეშე მოგეხსენებათ ძალიან ესეთია არაეფექტურია. შესაბამისად, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ჯერ კიდევ ბავშვთა ფედერაცია არსებობდა, ყოველთვის გეგმავდით, რომ ჩვენ საზაფხულო სკოლის სახით გაგვეკეთებინა იმ ევროპის ქალაქებში, სადაც ყველაზე მეტი ქართველი ცხოვრობდა, იქ იბადებოდნენ ქართველი ბავშვები, რომელთაც ესაჭიროებათ აუცილებლად სჭირდებოდა ზიარება ყველაფერ ქართულთან. არ ვიცი სამყაროში მე მგონი შემთხვევით არაფერი ხდება, სხვადასხვა მიზეზების გამო გადაიდო ეს ჩემი წამოსვლა ჩემ გუნდთან ერთად. მე ვგეგმავდი 2-3 თვიან პროექტს, მხოლოდ საზაფხულო სკოლის სახით, რომ მე ისევ დავბრუნებულიყავი საქართველოში და ასე ეს გამხდარიყო ტრადიცია. იანვრის თვეში შარშან დაიბადა ეს აზრი, მე მადლობა მინდა გადაუხადო ქეთუნას, რომელმაც ქალბატონ თამარ მებუკეს ქალიშვილს, რომელმაც მომაწოდა იდეა, რომ არაჩვეულებრივი პროექტია და მოდი აღარ გადავდოთ და ერთ-ერთი ყველაზე უფრო ესეთი უხვი ქართველებით, ყველაზე მეტი ქართველი, რამდენადაც მე ვარ ინფორმირებული, ცხოვრობს ბარსელონაში და დაიწყო ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა. ჩვენი რეკლამები განათავსა იმ გვერდებზე, ქართველები ბარსელონაში და უამრავი ესეთი გვერდი არსებობს და იყო ძალიან დიდი გამოხმაურება. და მე იცით რაღაც აუცილებლობის წინაშე დავდექით, რომ ზაფხულამდე კი არ მოგვეცა და დააჩქარეთ. დაუყოვნებლივ წავსულიყავით. ისეთი გამოხმაურება ქონდა, ძალიან დიდი, ძალიან მით უმეტეს მე ჩემი ისტორია მაქვს, მე ნულიდან ხო არ ვიწყებდი და ყველა იცნობდა ჩემს ისტორიას, ყველა მიცნობდა როგორც მუსიკოსს და კომპოზიტორს, შესაბამისად ისეთი სიყვარული, ისეთი პოზიტიური ენერგეტიკა იგრძნობოდა ამ ადამიანებისგან, რომ მე თვითონაც გამიჩნდა სურვილი და დავაზუსტებ, ბოდიშგიფტი დავაზუსტებ. ბარსელონაში იმყოფები ხო? ბარსელონაზეა საუბარი. კი ბატონო, ეს იყო ბარსელონაში. ჩამოვედით ბარსელონაში. ჩვენ წინასწარ შევქმნით დახურული ჯგუფი მსურველების სტუდია ლურჯაცხენები ესპანეთში და კერძოდ ბარსელონაში დახურულ ჯგუფში ძალიან ბევრი გაწევრიან და რა თქმა უნდა ყველა არ მოვიდა საგაკვეთილო პროცესში, ყველა არ ჩაერთო, მაგრამ ვინც ჩაერთო, ჩვენ დავიწყეთ სამუშაო პროცესი. იყო ძალიან ბევრი სირთულე, ახლა მე ვერ ვიტყვი, რომ ეს იყო რაღაცა თავიდან მე მოვედი და ის მოლოდინი, რა მოლოდინი მქონდა, არ გამართლდა, რადგან ეს არ იყო იმის გამო, რომ ვინმეს არ სურდა. მოგესალმებით, აქ ხალხი ჩამოსულია ძალიან რთული რუტინული შრომის გამო, რათა გაიუმჯობესოს ფინანსური მდგომარეობა და დადგეს ფეხზე, ხო? ოჯახებს ეხმარებიან აქედან საქართველოში და შესაბამისად ბევრს სურვილიც კი ქონდა რომ მეულო, მაგრამ არ ქონდა ამისათვის გამოთავისუფლებული დრო და სხვადასხვა მიზეზის გამო. ამიტომ თავიდან დავიწყეთ მინიმალური რაოდენობით. დღეს ბარსელონაში 30 ბავშვი სწავლობს ჩემთან პირადად. ბოდიშგიფტი ქართველები არიან ყველანი ეს ბავშვები, 30-ვე ქართველი. ყველა ქართველია და მე მეცინება ხოლმე ძალიან დიდი დოზით არიან აქ სვანები, განსაკუთრებით ლიპარტელიანები, რომლებიც ერთმანეთსაც კი არ იცნობდნენ და აქ იცნობენ. ხალხა ვამბობ, რომ მთელი სვანეთი აქ ჩამოსული. მისია კისრია, მისია
ბევრია, გასწვიანი, ძალიან ბევრი ხაბულიანი, ხაბურზე ძანიები ბევრნი არიან. ანუ იმერლები და სვანები არიან ძალიან დიდი დოზი. ჩვენი მოკითხვა გადაეცი ქაბატონანა ყველა სათითაოდ შობლებს და რა ვიცი ბავშვებს თავისთავად და ჩაეხუტეთ ჩვენ. აუცილებლად კარგი იქნება თუ გადაცემის პროცესის დაგვირეკავთ ბატონობესო და გაგასაუბრებთ ყველა ბავშვს. მინდა ეს გზა რა გზა გავიარე იმის შესახებაც გითხრათ თავიდან ბავშვები რომ მოვიდნენ ჩემთან ქართველი ბავშვები რომლებიც აქ არიან დაბადებულები ჭანტურია მყავს ერთი ლაბაძე ხაბულიანი ხა ვინც მახსენდება ლიპარტელიანი ძირითადად სვანები აი ნაჭყებია, არ ვიცი, ძალიან ბევრი. რა ასაკზეა ის საუბარი, მეს უფრო მაინტერესებს. აი ასაკობრივი კი ბატონო, ამასაც გეტყვით, ყველაზე პატარა მყავს 3 წლის იოანე ბოგვერაძე, 3 წლის, ნინა ლობჟანიძეც ისიც ძალიან პატარა, ეხლა ხან გახდა მე მგონი 4 წლის და ყველაზე დიდი მყავს 39 წლის. რას ლაპარაკობ? ვალი ბიბილაშვილი, რომელიც არის შემდგარი მოჭადრაკე, აქ გაბედნიერდა, ესპანელის მეუღლეა. ცხოვრობს ბარსელონაში და ჩემთან ეუფლება ანსამბლში. ანუ ჩვენ ასაკობრივად დავყავით ბავშვები, როგორც საქართველოშია, უმცროსი ასაკობრივი 3-დან 5 წლამდე, საშუალო ასაკის ბავშვები, თინეიჯერის ასაკამდე, ეგრეთ წოდებული, 12-13 წლამდე და ზემოთ. აი, ვინც უფრო ერთი გერმანელი სტელა ქოხი მყავს, სტელა ქოხი, ქართველის მეუღლე, ალექს კიკვიძეს მეუღლე, რომელიც მოვიდა ჩემთან და მომუნდა ქართული სიმღერა, ესეც როგორი საამაყურა გერმანელი. მოკლედ, ნანა, თან ჩაგეკითხები, ხა მონოლოგის რეჟიმში რო არ გამოვიდეს მთელი ეს ჩვენი მოკლე ინტერვიუ. გამაინტერესებს ფაქტურად გამაერთიანებლის როლი აიღე, გარდა იმისა, რომ მარტო ქართველები კი არ შეკრიბეს შენ. გაერთიანდა აგერ ახსენე ადამიანი, რომელიც გათხოვილა, თქვათ, ესპანელზე და სწავლობს ამასაკშიც კი ქართულს. ანუ ეს რა არის? რაღაცა განაცხადი ხო არ არის იმისა, რომ კულტურულ გადაკვეთას აკეთებ ესპანელებთან, კულტურულ გაცნობას აკეთებ და მე მთლად უკეთესი ისეთი ასაკი დაასახელე ბავშვების შენ მე მგონი ახლა მათთვის მაგ გარემოში ქართული ასე ვთქვათ ნერგის და ფესვზე გაზდა მნიშვნელოვანია რაც მისიაა შენი მე ასე ვთვლი ხო? ძალიან დიდი მისია აგიღია საკუთარ თავზე ამის თქმა მინდა. სხვადასხვა ასაკში ბესო კი გეთანხმე სხვადასხვა ასაკში არის სხვადასხვა мотивация ჩემი მხრიდან. პატარა ასაკში 3 წლის ბავშვი რომელიც აქ დაიბადა და ქართულად ვერ ლაპარაკობს მათთან მარტო ქართულ სიმღერას კი არ გავდივარ. აბსოლუტურად ყველაფერს რაც მოიცავს ქართულს, ყველაფერს ქართულს. აი სპეციალურად მოვატანინე დაფა, მაგნიტზე მისამაგრებელი, ეს 33 ასობგერა ქართული, ხმოვნებზე ვარჯიში. ბავშვმა არ იცის, აი ხა ერთ-ერთ სიმღერას დავასახელებ. ნაკადული მორაკრაკებს და უღლელი მხიარული. ხო, სწავლობთ თქვა პირობითად ვამბობ ერთ-ერთ სიმღერას. არ იცის რა არის ნაკადული, არ იცის რა არის სიტყვა მორაკრაკებს. ანუ ყველაფერს ამას, ყველა მიცისთან იქ ესპანური და არიან ბავშვები, რომლებიც ცოტა მოგვიანებით შემომიერდნენ და საქართველოში გაიზარდნენ და კარგად იციან ქართულის და ესპანურიც. ამ შემთხვევაში ვათარგმნინებ მათ ბავშვებს, თუ ესეც არ არის ამის საშუალება და ყველას აქვს ამისი პრობლემა, რომ არ იცის მნიშვნელობა ძალიან ბევრი ქართული სიტყვის. ანუ ფაქტიურად სხვა ფუნქციაც მიენიჭა შენს მათ მოღვაწეობას, გარდა ვთქვათ რაღაც ვოკალის განხრით არ. მე ვამბობ, რომ მადლობა სამყაროს, რომ დამაყენა ამ გამოწვევის წინაშე და მე საქართველოს ვჭირდები აქ და ვემსახურები აქ. მე ვფიქრობ, რომ მე საქართველოს აქ ვემსახურები და აქ ყველაზე დიდ საქმეს ვაკეთებ და რასაკვირველია, ბევრია სამომავლო გეგმა, რომელიც შემიძლია გავახმოვანო, იმიტომ რომ ეს პირიქით კარგი მოსასმენი იქნება. კი ბატონო, რა თქმა უნდა, აი მაგიც მითხარი და ლურჯაცხენების სახელით მუშაობ და მოქმედებ მანდაც როგორც მივხვდი. კი ბატონო. იცი რა შეასაქმე? არ ვიცი, მეხმარება სამყარო, უფალი ღმერთი, მადლობა ყველა იმ დადებით ენერგეტიკას, რომელმაც აქ აღმომაჩინა. აი მე ერთ ინფორმაციას გავაჟღერებ, რომელიც თქვენს გეცოდინებათ. რამდენიმე კვირის წინ
შემოიცა კანონი, დამტკიცდა კანონი, რომ ყველა იმ ადამიანს არალეგალს აქვს უფლება რომ გახდეს რეზიდენტი, ვინც 5 თვე და მეტია ჩაწერილი. სხვა შემთხვევაში 2 წელზე, 2 წელიწადნახევარზე მეტი სჭირდებოდა ადამიანს რომ გამხდარიყო აქაური საბუთის მქონე, არო ლეგალი რეზიდენტი. ეს ჩემთვის იმდენად დიდი საჩუქარია ნამდვილად, იმიტომ რომ მე შემიძლია საქართველოში ჩამოვიდე ხოლმე, ამ ზაფხულს უკვე მექნება მე საბუთი, შემიძლია ჩამოვიდე ხოლმე საქართველოში. შეიძლება თამამათაც დაესწრო იმ ყველაფერს, რაც ახლა მზადდება აქ და რასაც ახლა ამუშავებენ აქ ბავშვები მუსიკლების თემაში. ჩემი კოლექტივიდან, ჩემი გუნდის წევრები ჩამოვიყვანო ხოლმე და მათ დავაკისრო ის პედაგოგიური მოღვაწეობა რაღაც გარკვეული ეტაპით, დროით, ინტერვალით, რაც მე მომცემს იმის საშუალებას, რომ მე ეს გამოთავისუფლებული დრო ჩამოვიდე საქართველოში, მანდ შევხედო სიტუაციას და მუდმივად მქონდეს უწყვეტ რეჟიმში თავისუფალი მიმოსვლა. ეს იქნება, ეს ისეთი ფუფუნებაა, თვითონ საქმისთვისაც ძალიან საინტერესოა, საქმის პროგრესულად წარმართვისთვის და ყველაფერი მეხმარება მეთქი. მოკლედ, ნანა, მე მინდა გითხრა, რომ ერთადერთი რაც არ დაგიკარგავს, ასაც ყველაზე მეტად ვხედავ ახლა ასე ამ ტიპის ინტერვიუში და მსგავსი ფორმატის ინტერვიუში, ისეთივე მონდომებით საუბრობს და მუშაობს ეს ქალბატონი, რა მონდომებაც ქონდა აქ საქართველოში, სადაც უფრო მეტი ხსნა გულისხმობ მარტივია ახლა ხო საქართველოში საქართველოსდან კეთება საქმის და იქიდან ესპანეთში აკეთებს ქართულ საქმეს და თან აქაურებსაც რთავს. ეს ალბათ ფიქრობ შენი საქმისადმი სიყვარულის შედეგია და დამოკიდებულება რა თქმა უნდა. აი მოდით სხვადასხვა მიზეზს დავასახელებ. პირველ რიგში ჩემი ხელწერა მუშაობის იცის იმ ადამიანმა, ვინც ჩემთან თანამშრომლობს. ხო, მე იმას არ ვამბობ, რომ ერთადერთი და განუმეორებელი ვარ, უბრალოდ ჩემი ბავშვები ჩემ ხელწერას არიან მიჩვეულები და ახალ სახეს, განსხვავებულ მეთოდიკას ვერ მიიღებენ. ამიტომ მე მირჩევნია, რომ დროებით ჩავანაცვლო ხოლმე იმ ადამიანით, ვინც იცის ჩემი მუშაობის სპეციფიკა, მეთოდი, იცის მიდგომა, რომ თითოეულ ბავშვს სულში ვიძრენ, თქვენ ძალიან კარგად იცით და პირველი წინადადება, რაც მითხრეს მშობლებმა. მინდა გითხრათ მართლა ერთი ეს გამომრჩა, რომ თავიდან ცოტა ბავშვი რომ მოვიდა, ერთ-ერთი მიზეზი იყო, არ ვიცი რატომღაც სრულ ინფორმაცია გავრცელდა, რომ მე ვიყავი ძალიან მოკლე დროით ჩამოსული და რა აზრი აქვს ახლა კი კარგია, ქალბატონ ნანა ბალახაშვილთან გავლაო, მაგრამ რა აზრი აქვს 2-3 თვე მაინც მერე მიდის საქართველოშიო. ეს იყო, არ ვიცი, შემთხვევით გავრცელდა, ვის დაჭირდა, ეს არ ვიცი, ეს არ მაინტერესებს, ყოველ შემთხვევაში მე ჩავწერე ინტერვიუ და გავავრცელე სოციალურ ქსელშიც და ჯგუფებშიც, რომ მე აქ ვრჩები ხანგრძლივი დროით და არსად წასვლას არ ვაპირებ, იმიტომ რომ ჩემს ბუნებაში არ შედის საქმის დაწყება, მე ღალატი და მე შუაგზაში მიტოვება. პირველი შეკითხვა, ვინც მოდიოდა, ეს იყო, ხო არ აი მართლა მშობლებისგან, ქალბატონო ნანა, ხო ნამდვილად ბოლომდე რჩებით, ხო არ გვიღალატებთ? ეს იყო სიტყვა გვიღალატებთ, წამოვიდა კიდევ იქიდან, რომ არსებობს აი როგორც თბილისი და ჟირო, ეს გორი, ხო, აი ამ დაშორებით არსებობს ბარსელონასთან ახლო მდებარე ერთ-ერთი ქალაქი, ჟირონა და რეკლამები რომ გაუშვით, კიდევ იქ რაღაც Facebook-ის ალგორითმით ჩავრთეთ და ასე შემდეგ, გაუშვით რეკლამები, ძალიან ბევრი ვალენსიიდან, ბილბაოდან, ნეტახაც გახსნათ, რა თქმა უნდა ისინი ცოტა შორს არის და იმას ფიზიკურად მე ვერ გაუნკლავდები, ესე შორს სიარულს, მით უმეტეს ყველას აწყობს შაბათი და კვირა. და ჟირონა შედარებით უფრო ადვილი იყო ჩემთვის და იქაც მყავს 12 ბავშვი. ანუ ორ ქალაქში მუშაობ პარალელურ რეჟიმში, ესე გამოდის. იმით შაბათს ვდგები 7 საათზე, ჩქაროსნულით 40 წუთში ვარ ჟირონაში, იქ 10-ზე 11-ის ნახან 11-ზე, აი გაჩნია ცოტავი გრაფიკი, მაგრამ ძირითადად უფრო 11 საათიდან ვიწყებ მეცადინეობას, ორი ჯგუფი მყავს, პატარები და დიდები. შემდეგ პირველ საათზე მოყვები ჩქაროსნულს და აქ უკვე 3:30 და 3-დან გაკვეთილები მეწყება. ანუ ფაქტიურად ამოსუნთქვის საშუალება არ მაქვს შაბათს და კვირას. იქ მაქვს 2 გაკვეთილი, აქ მაქვს 4 გაკვეთილი, 6 გაკვეთილი პლუს მგზავრობა. ამას ვახერხებ შაბათს და კვირას. და ჯამში არის 40 მოწაფე, რომელთანაც მე ხლა მინდა დედაენის დღე, აი 14 აპრილის დღე აღვნიშნო და რომელთანაც მინდა ესეთი საკონცერტო პროგრამა მოვამზადო, რომ
დღეს უკვე ვიყავი დარბაზთან დაკავშირებით მივიღე ინფორმაცია ძალიან საინტერესო და მინდა ამ ბავშვებს 14 აპრილს დედაენის დღეს კონცერტ მოვამზადო და შევთავაზო მაყურებელს კონცერტი. მოკლედ ემზადები ახალი პროექტისთვის და აი თამუნას უნდა რაღაცის ჩართვა აქედან და რაღაცის თქმა უნდა და მაყურებლისთვის. მოგესალმებით ჩემო უსაყვარლესო საამაყო ნანიკო და ამას თამამად ვიტყვი ბესო მე ვიყავი ზაფხულში გავიცანი ჩვენი ქართველი საამაყო ემიგრანტები და არიცით როგორი ბედნიერები როგორი აღფრთოვანებულები ნანას პროფესიონალიზმის ნანას ადამიანობით და ჩვენ ვართ ამაყები და კიდევ ერთხელ ვიტყვი დღეს რო სტუდია წარმატებულია და თუ მე შევძელი ამ პროექტების დაწყება ეს არის ნანას დამსახურება და ჩვენ ყველანი ერთად ვესტუმრებით ესპანეთს, როგორც პირიქით ქართველი ემიგრანტები გვესტუმრებიან ჩვენ და გავერთიანდებით და მეამაყები ამას ხმამაღლა ვიტყვი და არ მომბეზდება ამის თქმა, რომ ყველაფერი, რაც კი რამე კარგი ხდება სტუდია ლურჯაცხენებში არის ქალბატონ ანა ბალახაშვილის დამსახურება, რომელიც გახლავთ ნამდვილად გმირი, ეროვნულ საქმეს ჩაუდგა სათავეში და მალე შევხვდებით, როგორც ბარსელონაში, პირიქით ბარსელონა ჩამოვა თბილისში. შეთაშორის მე ძალიან თამამად შემიძლია თქვა ძვირფას ტელემაყურებელო რომ ახლა თქვენ კაცი ქალბატონს უყურებს რომელსაც მე რომ მქონდეს ამისი თქვა რაღაცა გავლენა ასე თქვა ცოტა ზემოთ გულისხმობ კულტურული ელჩის სტატუსს მივანიჭებდი იმიტომ რომ ზუსტად ასეთი კულტურული ელჩები უნდა ალაგებდნენ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობას და მით უმეტეს როცა ქართველს ყველაზე კარგად გამოდის ხელოვნების დარგში ამ კულტურულ ურთიერთობების დალაგებაც აწყობას და რა თქმა უნდა შემდეგი მოღვაწეობაც მე რაღაც თქვა ამ სტატუსებთან დაკავშირებით თუ რა თქმა უნდა თუ დროს არ ჩაგეჭერით მე შემიძლია ჩემ დამოკიდებულება გითხრათ ამ სტატუსებთან დაკავშირებით ანუ ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა არც იმას რომ აი ტაშის დაკვრას ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ვიღაცების ვარსკვლავების მას გახსნაზე წარდგენას და საერთოდ ზოგადად თამუნამაც იცის რომ ძალიან არ მსიამოვნებს ესეთი ამდენი საქებარი სიტყვა მე ვიცი ჩემი ქართველობა რაში გამოიხატება სოფლიოს ნებისმიერ წერტილში ჩემთვის ძალიან კარგად არის ჩემს პიროვნებაში გაცნობიერებული რა არის ჩემთვის მე მინდა რომ ჩემი საკუთარი ღირებულებების წინაშე ვიყო ვალმოხდილი და ეხლა ვინ დამიკრავს ტაშს ვინ ვარსკვლავს გამიხსნის და ვისთვის ვიქნები აღიარებული ეს უკვე ჩემო კალამო რად გვინდა ტაშიო როგორც იტყოდა ჩვენი დიდი პოეტი ასე ხარ შენ ფაქტიურად ამ საქმისადმი მიდრეკელი მოკლედ ქალბატონ ანა ძალიან დიდი მადლობა ამ საინტერესო ინტერვიუსთვის ამ წელი ჩართვისთვის და დარწმუნებული ვარ როცა აქ უკვე მოხდება ის რასაც ეხა რითვისაც ვარ ჩვენ მომზადებული აქ თქვენ სტუდიაში ზაფხულის დასაწყისში თქვენს მანდედან ჩაერთვებით და ნახავთ ამ ყველაფერს ჩვენც აქედან რა თქმა უნდა შიდა სამზარეულოში ვიქნებით ჩართული და ყველანი ერთად ვნახავთ რეალურად რა მუსიკლებზე და რა შვიდ იმ მუსიკზეა საუბარი და ერთად შევაფასებ და რა თქმა უნდა მაყურებელიც ამას თვალს მიადევნებს ძვირფას ტელემაყურებელო ეს ქალბატონი ნანა ბალახაშვილია როგორც გითხარით ჩართვა ესპანეთიდან ქალაქ ბარსელონადან და უამრავი ძალიან ბევრი საინტერესო ამბავი მოგიყვა თავისი მოღვაწეობიდან დაწყებული დამთავრებული იმით რომ აი არ ვიცი მეც კულტურული შოკი მაქვს იმიტომ რომ მიხარია რო უყურებ ამ ქალს როცა აი ამბობს რომ 30 ქართველი შევკრიბეო და აი როცა არ მოვიდგე 30 ქართველი ზღედან დარბაზში და ღერიან ქართულად სადღაც იქ ესპანეთში ბოდიში რომ სადღაც ვამბობ მაგრამ ჩემთვის ეს ძალიან საამაყოა როცა ქართულ არ ვიცი მუსიკას ტექსტებს და მithumetes ნანა ბალახაშვილის როცა საუბარი კომპოზიტორზე იქ აჟღერებ იმას რაც ყველაზე საამაყოა დიდი მადლობა ქალბატონ ნანა და თქვენ კი ძვირფას ტელემაყურებლებო იზღა დაგჩენიათ რომ დაელოდოთ ჩვენთან ერთად ზაფხულს და ნახოთ აი ამ შესანიშნავი შვიდი მუსიკლის ის სინთეზი და გაერთიანებული ყველაფერი ერთად, რასაც სტუდია ლურჯა ცხენები წარმოგიდგენს. ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე. კარგად ზანდებოდეთ. აბა, ლურჯა ცხენებს გაუმარ? ჭაოს! არ ვარგა? ლურჯა ცხენებს გაუმარ? ჭაოს! ეს ვარგო და ნახვამდის, კარგად ზანდებოდეთ.